დოქტორ სარჯუ განატრას ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ შეადარა მიკროპლასტიკური დაბინძურების მაღალი და დაბალი დონის მქონე რეგიონები. თუმცა ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა, რა ითვლება დღეს დაბალ მაჩვენებლად. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდით ციფრებს შევხედოთ. მაგალითად, დოქტორ განატრამ წყლის დაბალის დაბინძურება განსაზღვრა, როგორც ერთი პაწაცინა პლასტმასის ნაწილაკი ზღვის წყლით სავსე 200 აბაზანაზე. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. თუმცა ნანომასშტაბიან მაჩვენებლებში ნაწილაკების რაოდენობა იზრდება არა ათობით ან ასეულით, არამედ მილიონჯერ. მოდით ჩავატაროთ რამდენიმე მარტივი გამოთვლა. მოდით ვივარაუდოთ, რომ ერთი ასეთი პაწაცინა პლასტმასის ნაწილაკის მოცულობა მხოლოდ 1 კუბური მილიმეტრია, დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომის. დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებად იშლება. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს მიკრონაწილაკი იშლება 100 ნანომეტრის დიამეტრის ნანონაწილაკებად, მაშინ 1 კუბურ მილიმეტრში დაახლოებით ტრილიონი ასეთი ნაწილაკი წარმოიქმნება. ხოლო თუ ნაწილაკების ზომა 10 ნანომეტრამდე შემცირდება, მაშინ მათი რაოდენობა იმავე მოცულობაში 10-15 ხარისხამდე მიაღწევს, ეს 1 კვადრილიონია. და ეს ყველაფერი მხოლოდ 1 მიკრონაწილაკიდან. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ასეთი სავარაუდოდ, სუფთა წყლის ერთი ჩიქაც კი, რომელიც თითქმის მთლიანად გაქრა ბუნებიდან, დაახლოებით 5 მილიონ ნანოპლასტიკურ ნაწილაკს შეიცავს. ორგანიზმისთვის ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ჩიქა წყლის დალევის შემდეგ, თქვენს ორგანიზმში მინიმუმ 5 მილიონი უჯრედი რისკის ქვეშაა. მას შეიძლება თუ არა დაბინძურების ეს ეგრეთ წოდებული დაბალის დონე უსაფრთხოდ ჩაითვალოს. ბოლოს და ბოლოს, ამ 5 მილიონი ნაწილაკიდან თითოეულს, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისთანავე, შეუძლია გამოიწვიოს ანთება, ჰიპოქსია და ნეირონებს შორის სიგნალის გადაცემის დარღვევა. ეს ზემოქმედება ყოველთვის მაშინვე არ არის შესამჩნევი. მსუბუქი თავის ტკივილი, ხანდახან დაღლილობა, შფოთვა, კონცენტრაციის გაძნელება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს კოგნიტური დაქვეითების, ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ინვალიდობის და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის პირველი ნიშნები. ეს განსაკუთრებით მწვავეა მათთვის, ვინც წყალთან ახლოს ცხოვრობს ან დიდ დროს ატარებს სანაპიროზე. ამ ადამიანებში ჯანმრთელობის ასეთი გაუარესება განგაშის ზარია, მსოფლიოში გაცილებით დიდი საფრთხის მაჩვენებელი. გახსოვთ, როგორ თქვა პროფესორმა გიუნდოდუმ, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებს არ აქვთ ნარჩენების მართვის ადეკვატური სისტემები. კვლევის თანახმად, მიკროპლასტმასის კონცენტრაცია ამ რეგიონში დაახლოებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში, სადაც, სხვათა შორის, მდებარეობს დიდი წყნარი ოკეანის ნაგვის ლაქა.